ჩემთვის იტალია ყოველთვის ტოსკანასთან შატოვებთან და უგემრიელეს იტალიურ კერძებთან ასოცირდებოდა. ტოსკანის ულამაზეს სოფელ ქიანთიში შატო პოჯიო ამორელიში ვიყავი, სადაც ადგილობრივი ღვინის ისტორიას და მისი წარმოების პროცესს გავეცანი. შემდეგ ტერასაზე გადავინაცვლეთ, სადაც ღვინის დეგუსტაციისა და ლანჩისთვის ჩვენთვის ულამაზესი სუფრა იყო გაშლილი. იტალიური აპეტაიზერებით დავიწყეთ და ადგილობრივი ვარდისფერი ცქრიალა ღვინით. ადგილზე კი სულ 5 სხვადასხვა სახეობის ღვინო გავსინჯეთ. სადილის თუ ვახშმის იტალიური აპეტაიზერებით დაწყება ყოველთვის ჩემი საყვარელი ნაწილია, რადგან ვგიჟდები იტალიურ აპეტაიზერებზე. ზეითუნისეც აბსოლუტურად ყველაფერს ასხამენ, როგორც თვითონ ამბობენ, ჟელატოსაც კი. მათი ადგილობრივი წარმოების 20 წლიანი დაწველების ბალზამიკო კი იმდენად გემრიელი იყო, რომ შატოშივე შევიძინე წამოსაღებად. ყველი თაფლი, ადგილობრივი ნაწარმი, ყველაფერი იყო ერთმანეთზე გემრიელი და თუ ტოსკანაში მოხვდებით პოჯიო ამორელიში, ჩემი აზრით აუცილებლად ღირს რომ წახვიდეთ და მიიღოთ ღვინის დეგუსტაციის და ლანჩის გამოცდილება, რადგან მე ვიტყოდი, რომ მართლაც კულინარიული, კულტურული გამოცდილებაა. მე რადგან ძალიან იშვიათად ვსვამ ალკოჰოლს ამ გასინჯვაში და დაგემოვნებაში, ღვინომ საკმაოდ დამათრო და ბოლოს დესერტამდე და დესერტის ცქრიალა ღვინომდე გავსინჯეთ ღვინო, რომელმაც ოჯახი ძალიან ცნობილი გახადა, აი ეს ღვინო არის. ამ ღვინოს აქვს შავი შოკოლადის aftertaste-ი წება. შემდეგ კი მთავარი კერძის პასტის დროც მოვიდა, სამი არჩევანი გვქონდა პასტის, მე კი ტომატის соусით მომზადებული პასტა ავირჩიე. ბოლოს კი დესერტის დროც მოვიდა, რომელთან ერთადაც თეთრი ცქრიალა ღვინო დავაგემოვნეთ. ეს არის ტრადიციული ტოსკანური დესერტი, ღვინის соусია, ხო? ღვინის соусია, ხო? ღვინის соуსი. ეხა გავსინჯო. კოჰოლი მინდა და? კი არა, არაყივით არის. ვისკივით. კონიაკი. ვისკია ფაქტობრივად. მეგონი თვითონ ის არის ამარეთ. იუ, დესერტისგან ძალიან შორს არის. უნდა გადავკრა? არ არსებობს, წავიქცევი, ნა? არაყია ორნა. ჩვენ პანაკოტას მივხედავ. პანაკოტა არის იდეალური. სულ ეს იყო ტოსკანური შატოს გამოცდილება და ჩემი რეკომენდაცია იქნება თუ ტოსკანაში იმოგზაურებთ, აუცილებლად ნახეთ სოფელი ქიანთი და ესტუმრეთ შატოს.